ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სად დარბის ადამიანი. ახლა როცა ვუყურებთ რომ ვაჟაზე და ყაზბეგზე დარბის, რომელიც ცენტრალური მაგისტრალებია და ძალიან დიდი გამონაბოლქვია, ბუნებრივია ამ სირბილს ის ეფექტი ფიზიკურ აქტივობას რაც უნდა მოეტანა ვერ მოაქვს. გამომდინარე იქედან რომ ადამიანი როდესაც ფიზიკურად აქტიურია, შესაბამისად უფრო მეტად სუნთქავს პირით, ვიდრე ცხვირით, შეისუნთქავს უფრო მეტი რაოდენობის ჰაერს, ვიდრე უნდა ისუნთქავდეს, ცხვირის დამცველობითი ბარიერი გამორთულია, მეტი დამაზიანებელი ნაწილაკი ხდება, იმიტომ რომ მაგისტრალის პირას, ასე ვთქვათ, დარბის და შესაბამისად ამას უფრო მეტი ზიანი მოაქვს. ამიტომ ალბათ სასურველი იქნება, რასაც ბიზინა ამბობდა, სად შევიძენთ სახლს, ასევე მნიშვნელოვანი არის სად ვირბენთ, რომ აი ამ ტიპის ცენტრალური მაგისტრალებიდან გარკვეულწილად სადღაც 300-400 მეტრით მაინც მოშორებული იყოს, ვთქვათ, ის ადგილი, სადაც ჩვენ დავგვივართ, თორემ ფიზიკური აქტივობა მე ყოველთვის ვეუბნები პაციენტებს, რა ტიპის ქრონიკული პათოლოგიაც არ უნდა ქონდეთ ფილტვის, რომ ეს არის ის მედიკამენტი, რომელშიც ისინი ფულს არ იხდიან. ამიტომ ფიზიკური აქტივობა არის მნიშვნელოვანი, მაგრამ უნდა მივაქციოთ ყურადღება იმას, სად დავრბივართ. ახლა სამწუხაროდ ყოველთვის ესე მარტივი არ არის, რომ გავიდეთ ქალაქიდან და იქ ვირბინოთ, მაგრამ შეძლების დაგვარად უნდა მოვახერხოთ, რომ ეს იყოს უსაფრთხო ადგილი. და დრო? ალბათ მაინდა-მაინც დილის 7-დან 10 საათამდე, როცა ალერგენების ექსპოზიცია კიდევ უფრო მაღალი არ არის რეკომენდებული, 10 საათიდან შემდგომ და 5 საათამდე უფრო რეკომენდებული არის. საათი დაიწყება ხო? ხო. მაგრამ სამუშაო, თქვათ, საათებთან ეს ნაკლებად თავსებადია, ამიტომ თავისუფლად შეიძლება რომ თქვათ შაბათ-კვირას მოხდეს უფრო მეტად დატვირთვა ამ კუთხით. ხო, ეს მარტო ალერგენებისთან დაკავშირებით კონტექსტში ვამბობ თუ ზოგადად აი ამ ნაწილაკების კონტექსტში რომ ზოგადად ნაწილაკების კონტექსტით ამ დროს აქტუალურია, განსაკუთრებით თქვათ აქტუალურია იგივე ვაკის პარკთან მიმართებაში, რომელიც მაგისტრალიდან პირიქით ქვემოთ არის და ამ მძიმე მეტალების თქვათ დალექვა ხდება ქვემოთ და იქაც არ არის სასურველი რომ ადამიანმა ირბინოს. ამიტომ დროის მონაკვეთს და მდებარეობას აქვს მნიშვნელობა აი ამ ფიზიკური აქტივობის დროს. და სასურველია ხოლმე რომ შევამოწმოთ ამ აპლიკაციაში როგორია ჩვენ და მაგის მიხედვით მივიღოთ მე გადაწყვეტილება. სამწუხაროდ როგორც ბიზინა აღნიშნა, მწვანე არასოდეს არ გვაქვს. თუმცა ასევე ეს აპლიკაცია იძლევა საშუალებას, რომ რეკომენდაცია, რომ ეხა იქ აი დონისა და დაბინძურების ხარისხის მიხედვით არის ყველას არ ეხება ყოველთვის ეს აკრძალვა. მოწყლა ჯგუფებს, ნიღაბის თემაც აქ მნიშვნელოვანია, რომ გიცავს თუ არა ზოგს გონია რომ უსაფრთხოდ გრძნობს თავს, გარეთ თუ გამოვა და ჩვეულებრივი სამედიცინო ნიღაბი აქ ეს არ იცავს ამისგან. ძირითადად ეს ნაწილაკები შეიძლება რაღაცა მყარი დიდი მოცულობის შეაკავოს, მაგრამ 2.5 PM-ს ვერ შეაკავებს, აზოტის დიოქსიდს ვერ შეაკავებს, ოზონს ვერ შეაკავებს, ამიტომ ნიღაბში კიდე გადაადგილება ჩვენ არ უკეთებთ ამ რეკომენდაციას. აი ხა რესპირატორებით ცხოვრება ძალიან რთულია და ეს ძალიან მძიმეა და რაღაცა ჩვენ ცუდ შტაგონებად და მათ გვახსენდება COVID-დან გამომდინარე, ხა კაენი და N95 ნიღბები დაიცავს, რასაკვირველია, მაგრამ ამასთან ერთად ადაპტაცია და ცხოვრება შეუძლებელია.